Стреляет отовсюду. Вот он, бах, блядь. Удар. Ой, попал. ომსკი, ნიჟნეკამსკი, სარატოვი, სტავროპოლი, ტვერი, უფა, როსტოვი. ამ კვირაში უკრაინული დრონების თავდასხმების ტალღა რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის ყველაზე დამანგრეველი გამოდგა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ცეცხლის ალში გაახვიეს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის ბიუჯეტისთვის მილიონებს გამოიმუშავებდა და პუტინის ომს აფინანსებდა. უკრაინული შორსმოქმედი სანქციების მასშტაბი კარგად რომ აღიქვათ, რუქას შევხედოთ. კვირის დასაწყისში უკრაინული დრონების სამიზნე გახდა უკრაინის საზღვრიდან 2700 კილომეტრით დაშორებული ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. Вон третья загорелась. Видишь, дым пошел. Там можешь продавать машины, нефтезавод наш горит. Все влетели, если что, вот все, сколько там, 12 или 13? ადგილობრივების ამ კომენტარებიდან ცხადია, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ისევ ვერ ივარგა. უკრაინელებმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მოდიფიცირებული FP1 ტიპის დრონებისთვის მიუღწეველი სამიზნე რუსეთის სიღრმეშიც არ არსებობს. გაზპრომ ნეფტის კუთვნილი ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში უდიდესი, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია. ის რუსეთში მოხმარებული ბენზინისა და დიზელის მნიშვნელოვან ნაწილს აწარმოებს. ქარხნის წლიური გადამუშავების მოცულობა 21 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება. უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში შედეგად კი ამ გიგანტურმა კომპლექსმა მუშაობა სრულად შეაჩერა. Я звуков не слышу, ну я далеко нахожусь. Но вот у меня прайм вид на эту всю ситуацию, короче, здесь есть. Завод весь горит. Там особенно вот это горит, вышка. უკრაინული დრონების სამიზნე იყო ასევე თათრეთის რესპუბლიკაში ნიჟნიკამსკის ინდუსტრიული ზონა. დრონებით განხორციელებული იერიში შედეგად სამსაწარმოში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი ტანეკო, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მძლავრი საწარმოა. ასევე რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია ტაიფ ენკის ქარხანა. უკრაინული შორსმოქმედი სანქციების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო უმსხვილესმა ნავთობქიმიურმა ქარხანამაც, რომელიც სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს. ივლისის თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამაც. სააგენტო როიტერსი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა დრონებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ერთადერთი პირველადი გადამუშავების დანადგარი, რომელიც დღე-ღამეში 20,000 ტონას ნავთობს ამუშავებდა. თავდასხმისას მიღებული ზიანის აღმოფხვრამდე ქარხანამ ნავთობის ბირჟებზე გაყიდვაც შეწყვიტა. Это не мотоцикл, это дрон, он летит близко. Просто зарево над Волгой горит. УПЗ. წარმატებული გასაერთიანება ჰქონდათ უკრაინულ დრონებს სტავროპოლის ოლქში. სამიზნე ქალაქ მიხაილოვსკში მდებარე ლუკოილის ერთ-ერთი ნავთობაზა იყო. აფეთქების შედეგად საწვავის რამდენიმე მსხვილ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ეს ობიექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულია, რადგან ის ნავთობპროდუქტებით მთელ სამხრეთ და ცენტრალურ რუსეთს ამარაგებს. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური იერიში სამიზნე გახდა მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტვერის ნავთობაზა. დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძარს იქ 2 დღე აქრობდნენ. ეს ბაზა წარმოადგენს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბს. იგი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის სამხედრო ძალების საწვავით მომარაგებაში. მედიის ცნობით, ტვერის ნავთობაზასთან ახლოს მდებარეობს სახელმწიფო резервების სტრატეგიული საწვავის საცავი კრასნაია ზარია, რომელიც ასევე უკრაინული დრონების სამიზნე იყო. Нихуя себе, сказал я себе, ебать. В Твери, значит, масоны выбирают нового папу, но старый никуда не девается. И поэтому вот
По всей стране они жгут такие костры. უფას ნავთობაზა და ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონების ინტენსიური თავდასხმების სამიზნე რამდენჯერმე გახდა. ბოლო თავდასხმა 8 ივლისს იყო უკრაინულმა ლიუტის ტიპის დრონებმა საწარმოს სადისპეჩერო სადგურს დაარტყეს, რომელიც ტრანსნეფტ ურალის მილსადენების სისტემის უმნიშვნელოვანესი კვანძია. დრონების მასირებული დარტყმა განხორციელდა როსტოვის ოლქის ქალაქებში, აზოვსა და ტაგანროგში. უკრაინული მონიტორინგის არხების ინფორმაციით, აზოვში ხანძარი იყო როსნეფტის ბაზაზე და აზოვის ოპტიკურ მექანიკურ ფაბრიკაში. Сейчас весь парк просто горит. ტაგანროგში კი უკრაინულმა დრონებმა იერში როსნეფტის კუთვნილ საპორტო ტერმინალზე მიიტანეს. რაც მოგიყევით და გაჩვენეთ, მხოლოდ ამ კვირის მონაგარია უკრაინული დრონების თავდასხმის გამო აგიზგიზებულმა ნავთობაზებმა რუსეთის ეკონომიკას უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა. გამოცემა აგენტსტოს ჟურნალისტებმა საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ რუსეთის 45 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 33 პარალიზებულია, ან დროებით მწყობრიდანაა გამოსული, რაც საერთო სიმძლავრის 42%-ზე მეტია. ციფრებში რა მასშტაბებზეა საუბარი, ალბათ ხვდებით და ლოგიკურად ჩნდება კითხვა. ვითომ უძლეველი სახელმწიფო რატომ ვერ იცავს მის სტრატეგიულ ობიექტებს? სადაა ის ნაქები ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვა, ან ვინაა პასუხისმგებელი რუსეთის ეკონომიკის დამანგრეველი უკრაინული დრონების თავისუფალ გადაადგილებაზე? პუტინის რუპორისთვის დამნაშავეა ყველა გარდა ბუნკერში დამალული იმერთი კაცისა. სალავიოვის ლოგიკით, ბიზნესმენებს თავად უნდა ეზრუნათ ნავთობაზების უსაფრთხოებაზე. Кто отвечает за то, что 2500 километров? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 1000 კილომეტრს გადის რაღაც ობიექტი და მას არ აგდებენ? რადარებზე ეს სამიზნე არ ჩანს? იმედი მაქვს ჩვენი ქვეყანა სრულად არის დაფარული რადიოლოკაციური სისტემით. იმედი მაქვს ყველაფერს ხედავს. Что следующий полетит баллистика, надеюсь, мы к этому. ვიცი რომ შემდეგი ბალისტიკური რაკეტა იქნება და იმედია ამისთვის მზად ვართ. ამ გიგანტურ კომპანიებს ფული არ აქვს. მითხარით როგორ მოხდა რომ მთელი ომის განმავლობაში საკუთარ უსაფრთხოებაზე ფული არ ჩადეს? Деньги в свою безопасность. Вы это делаете зачем? Вот вы, твари. ამას რატომ აკეთებთ თქვი არამზადებო? რატომ იქცევით ისე თითქოს ომი არ მიმდინარეობს? პესკოვი ამბობს რომ ეს ომია და თქვენ რას აკეთებთ? ვერ გავიგე, შეშლები არიან თუ მტრები? ან იქნებ ცდილობენ მშვიდობა გვაიძულონ? ეს შეთქმულებაა? ერთგვარი შიდა პროტესტი რომ აჩვენონ ვინ არის სახში დირექტორი? თუ მცდელობა უკმაყოფილების ზრდით უმაღლეს მთავარ სადელზე ზეწოლა მოახდინოთ. ჩემი აზრით მშვიდობისკენ იძულების მცდელობა, რომელსაც ოლიგარქიული იატაკქვეშეთი ახორციელებს, შეიძლება იქამდე მივიდეს რომ განხორციელდეს ჯერ კიდევ 23 წელს გაჟღერებული ოცნება. რუსეთის 4 სახელმწიფო დაყოფა და შემდეგ მათთან ცალ-ცალკე გამკლავება. Россию на 4 государства и с ними уже дальше разбираться. ვიდრე პუტინის რუპორის საკუთარ სტუდიაში ემოციების განისლებოდა, რუსი ოლიგარქების ნაწილმა გადარჩენის გზების ძიება დაიწყეს. პირველი მერცხალი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ანდრეი მელნიჩენკოა. ბრიტანული ეკონომისტისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ის რუსეთის მთავრობას უკრაინის ომის ნეგატიური შედეგებისა და ქვეყანაში მოსალოდნელი ეკონომიკური კატასტროფის შესახებ აფრთხილებს. მელნიჩენკო ანტიპუტინური პოზიციის ბიზნესმენი არ არის, მეტიც ის ერთ-ერთი ის მაგნატია, რომელიც პუტინის უკრაინაში შეჭრას არ აკრიტიკებდა და ომსაც აფინანსებდა. თუმცა გამოცემის ინფორმაციით ანდრეი მელნიჩენკო ახლა ელაპარაკდა, რადგან მას და მის კოლეგა მაგნატებს აღარ შეუძლიათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების იგნორირება. მათ აღარ შეუძლიათ იმის მოთმენა დაატანა, თუ როგორ დალპა ქვეყანა და გაბატონდა ტირანია. მელნიჩენკო არ ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, მაგრამ ცვლილებები, რომელიც მას სურს, რუსეთში ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას ნიშნავს. რაც უფრო გაღვივდება შიდა დაპირისპირება, ხალხი უფრო დაუცველი გახდება. ასეთ ვითარებაში კი რუსები თავად იგონებენ ახალ მეთოდებს უკრაინული დრონებისგან დასაცავად. Показать эффективные средства борьбы с украинскими дронами. Берешь вот такую штуку, кладешь в камень. Ну, посылаешь туда. Здравствуйте, здравствуйте, здравствуйте. Счастливых вам рабочих игр. ხუმრობა იქით იყოს და ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში საწვავი ნელ-ნელა ქრება, კრიზისი კი მწვავდება. ზოგიერთ ქალაქში ბენზინზიდებს ხალხი სადგურებთან დღების განმავლობაში კარვებში ელოდება. Ждем бензин. Будем ждать очередь. Будем ждать очередь. Алло! Приехал, приезжайте! И наши
COVID თუ მის გარეშე რუსების დიდი ნაწილი ბენზინის რიგებში გადაცხოვრდა. რუსეთის ყველა რეგიონში საწოლზე ნადირობის სეზონია. ხალხი საკუთარი მანქანების ავში არსებული ბენზინის უკანასკნელ წვეთებს მომუშავე სადგურის ძებნაში ხარჯავს. თუ გაუმართლათ და ასეთი იპოვეს და თან ნებადართული 20 ლიტრით ჩაასხეს, წარმოიდგინეთ, არა უფრო სწორად ნახეთ მათი რეაქცია. Здравствуйте. У вас есть бензин? Обязательно. Ура! Ура! У них есть бензин! Господи, у меня чуть-чуть осталось бензина. Дай Бог вам здоровья! Я заправился! Я заправился! Спасибо! Я второй день живу в машине. Рядом с заправкой «Лукойл», с пустым баком. Бензина только завестись и вот доехать до колонки. Сколько мне здесь жить, не знаю. საწოვის კრიზისის გამო გაბრაზებული ხალხის დამშვიდებას კი კრემლის რუპორები მძიმე წარსულის გახსენებით ცდილობენ. პუტინის მეხოთპე სიმონიანი კილომეტრიან რიგებში მდგომებს რეალობის ჩუმად ატანასთხოვს, რომ ვინმე ბუნკერის დიქტატორის ძალაუფლებას პრობლემა არ შეუქმნას. პუტინის მარგო ხალხს ახსენებს, რომ მსგავსი კრიზისი 90-იანებშიც გადაიტანეს. ბენზინი არ არის. მე მახსოვს, ჩემს თაობას ახსოვს, რომ საკვები საერთოდ ბარათებით იყო. უპონები იყო მათ ჭრიდით და იმით მივდიოდით საღებლებზე. მე პირადად 11-12 და კიდევ უფრო პატარა ასაკში ვედროებით დავდიოდი წყლის მოსატანად. არა კოკაკოლისთვის, ან სხვა რამისთვის, არამედ წყლისთვის, იმიტომ რომ წყალი არ იყო. როცა ამ განცხადებას აკეთებდა, სიმონიანი ალბათ არ ფიქრობდა, რომ 90-იანებთან პარალელმა პუტინის 26 წლიანი მმართველობა გააუფასურა. წლების განმავლობაში კრემლის პოლიტტექნოლოგები მხოლოდ იმაზე მუშაობდნენ, რომ პუტინი ხალხისთვის იმ გმირად წარმოეჩინათ, რომელმაც ქვეყანა სიბნელიდან გამოიყვანა. Раз это получается самоотстрел в ногу, потому что ეს საკუთარი თავისთვის ფეხებში სროლას გავს. მე მახსოვს თვითონ მარგო როგორ გავყვიროდა. ნუ თუ გინდათ 90-იანებში დაბრუნება. პუტინმა ხომ სწორედ ამ საშინელი 90-იანებიდან გამოგვიყვანაო. ახლა კი ამ გამოცდილებაზე საუბრობს როგორც ნორმალურზე და ამბობს რომ თუ დაბრუნებით არაფერი ამაში საშიშიო. შესაბამისად არღოს ამ რეჟიმის მთელ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ ერთიანობას. რადგან თუ პუტინი ისევ 90-იანებში გვაბრუნებს, მაშინ საერთოდ რისთვის გვჭირდება ის. Нам говорят все время потерпеть, но только вопрос, ради чего? Какова цель, вы знаете? პროპაგანდისტულ არხებზე, როგორც არ უნდა ალამაზონ ვითარება ქუჩაში სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. საწოვის კრიზის კი ვეღარც კრემლის კედლებში მალავენ. შექმნილ მძიმე ვითარებაზე პუტინს მოუწია ვიდეო კონფერენციის გამართვა რეგიონების ხელმძღვანელებთან. მან მოისმინა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე შელამაზებული ანგარიშები და ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა. Очевидно совершенно, что противник стремится нанести ущерб. მოწინააღმდეგე ცდილობს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სურს საზოგადოებაში ნერვული ვითარება შექმნას. ჩვენ გვესმის, რომ ეს შეუსრულებელი მისია. ბუნკერის დიქტატორი ხანდახან ქუჩაში რომ გადიოდეს, დაინახავდა, რომ ენერგოსისტემა თითქმის ჩამოშლილია. ხალხის ნერვული ფონი კი ძალიან მძიმე. საწოვის კრიზისმა მოსახლეობაში აგრესიის დონეც გაზარდა. Сядешь? Что ты, ебать? Давай. Пистолетом прибил? Давай. А? Сядешь? Давай. Что ты пистолетом прибил, ебать? Молодой человек, вы в курсе, что вы нарушаете порядок? Мы по 5 часов тут стоим. Мне вообще похуй, сколько вы стоите. Да ты чё? შესაძლოა ნერვული ფონის გაუარესებას მივაწეროთ ისიც, რომ პუტინს საჯაროდ სულ უფრო მეტი ადამიანი აკრიტიკებს და ომის დასრულებას მოითხოვს. იქამდე ვიდრე ომი არ დასრულდება, იქამდე ვიდრე პუტინი არ გაიყვანს მის ჯარებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან ეს არ დამთავრდება. ეს ყველაფერი გაგრძელდება. თქვენი შვილები არ იქნებიან უსაფრთხოდ და ეს ასე იქნება. პუტინი ომს არ დაამთავრებს. პუტინისთვის არაა ხელსაყრელი ომის დასრულება. თუ პუტინი ომს დაასრულებს, ეს ნიშნავს, რომ მას მოუწევს ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რომელიც ახლა მისი ომის გამო წარმოიშვა. А вы сволочи, что творите? Может быть, уже хватит это творить? Остановите это немедленно, хватит! Хочется, вот как во время Сталина, пристрелить их к стене прямо. СВО – это жопа этого клоуна, что сидит в этом, блядь, хую, блядь, в Кремле. Не было бы СВО,
Давно бы уже скинули нахуй, блядь. Нашел с кем воевать. პუტინი კი ომის დასრულებას არ აპირებს, მეტიც ესკალაციისთვის ემზადება. ყოველ შემთხვევაში ამას ეუბნებიან სააგენტო Reuters სანდო წყაროები კრემლიდან. Reuters-ი ასევე წერს, რომ უკრაინის ბოლოდროინდელმა დარტყმებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რამაც საწვავის დეფიციტი გაამწვავა, პუტინი კიდევ უფრო გააბრაზა და გააძლიერა მისი განზრახვამ კაცრი პასუხები გასცეს. საერთაშორისო სააგენტოს წყარო უთხრა, რომ პუტინმა მკაცრად გაკიცხა მრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც კომპრომისული ვარიანტი მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. მანამდე სააგენტო Reuters-ი ასევე წერდა, რომ რუსეთს აფეთქების საშიშროების მქონე საბანკო კრიზისი ემუქრება, იმაზე გაცილებით საშინელი ვიდრე 90-იანი წლების ბოლოს. ეს ალბათ მოვლენების განვითარების რეალური სცენარია. ანალიტიკოსების გათვლით, რუსეთს ერთადერთ გამოუყენებელ რესურსად მოსახლეობის ფინანსური დანაზოგი დარჩა. კრემლი ბიუჯეტში არსებული დანაკლისის ამოქაჩვას მხოლოდ ბანკებში შენახული თანხის მითვისებით შეძლებს. რუსული მედია წერს, რომ სახელმწიფო დუმაში აქტიურად განიხილავენ ბიუჯეტის შესავსებად საბანკო დეპოზიტების გატანის იდეას. ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ პუტინი ამ ყულაბაში ხელს ჩაყობს, ეს მას ომის გარკვეული ხნით გაგრძელების საშუალებას მისცემს, მაგრამ რუსეთს დაშლის. რუსეთისთვის შავი დღეების მომასწავებელია ეკონომისტების გათვლები. კრიზისი დღითი დღე უფრო სისტემური გახდება და მიწოდების ჯაჭვიც დაირღვევა. საწვავის კრიზისის გამო მალე მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტიც დაიწყება, რადგან დისტრიბუცია შეუძლებელი იქნება. სატვირთო მანქანების მძღოლებს ბენზინის პოვნა უჭირთ, რაც ტვირთის მიწოდებას აფერხებს. გაიზრდება ლოჯისტიკის ხარჯები, რაც საქონლის ფასების ზრდასაც გამოიწვევს. საწვავის დეფიციტის გათვალისწინებით პრობლემები შეექმნება მოსავლის აღებასაც, რამაც შესაძლოა ხორბლის дефицити გამოიწვიოს. Сейчас, если он осыпется, куча мышей будет. По идее, уже договорились тоже с продажами. Вот, и из-за отсутствия дизеля ничего сделать не можем. უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემდეგ ნელ-ნელა ანადგურებს აზოვის ზღვაში ჩრდილოვან ფლოტსაც. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების განცხადებით ბოლო 6 დღეში ჯამში 77 რუსულ მცურავ საშუალებას დაარტყეს, რომელთაგან უმეტესობა უშუალოდ სანქცირებული ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობის ტანკერი იყო. ამ მასშტაბური კამპანიის შედეგად ტანკერების გარდა განადგურდა ან წყობრიდან გამოვიდა რუსული მშრალი პირთმზიდები, ბუქსირები და სამხედრო ლოჯისტიკისთვის განკუთვნილი ბორნები. რუსეთში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, ამის გარანტიას უკრაინა იძლევა. შემოდგომამდე ბრძოლაში უკრაინული ბალისტიკაც ჩაერთვება. უკვე გაცხადებულია, რომ პირველი გაფრენა მოსკოვზე ექნება. პარალელურად უკრაინა მალე პეტრიოტის ანალოგის ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოებას დაიწყებს. ამერიკისგან ლიცენზიის დაპირება პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონალდ ტრამპისგან მიიღო. Дедушка Трамп похвалил Зеленского. აბუა ტრამპა შეაქო ზელენსკი უთხრა უფრო ღრმად დაარტყითო, ასე რომ ბიჭებო მოემზადეთ და გამაგდით. წინ რთული დრო გველის და არავინ დამიწყოს, ახლა ტვინის ბურღვა თითქოს პანიკას ვთესავდე. ამ მათყუარებმა მართლა ყველას ხელში ამოუყანეს უკვე ეს ყველაფერი. იტყუებიან კუპიანსკზე, იტყუებიან კონსტანტინოვკაზე, მორჩით პრეზიდენტისთვის ტყუილების თქმას. არავინ მოიძებნება ამ ქვეყანაში ისეთი დამბედავით შევა და სიმართლეს ეტყვის, რაც ხდება ქვეყანაში. და არა ის, როგორც რეშეტნიკოვი ბოდოს ამერიკას ვეწევით და უსწრებთ, ხო, აბარა ვირებით და ჯორებით გაასწრებთ თუ რითი. Да еще как, да на ослах, что ли, блядь, или где? კაც რომელსაც 2025 წელს თეთრ სახლში უმტკიცებდნენ, რომ ომში პუტინის წინააღმდეგ კარტები არ ქონდა, ახლა ასეთ ხასიათზეა. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ ზელენსკის მოსკოვში შეხვდება. არ მინდა მის ადგილას წარმოვიდგინო თავი. არ ვიცი წავა თუ არა. შეიძლება წავიდეს კიდეც. წახვალ? რთულია. იქ ახლა ბევრი უკრაინული დრონია. საშიშია.